ციფრულ სიძულვილთან ბრძოლის ცენტრის მკვლევართა გუნდმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარი არის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ არაერთ დეზინფორმაციაზე და მკვლევარებმა გამოიკვლიეს ბოლო 6 წლის განმავლობაში YouTube-ზე გამოქვეყნებული არაერთი ვიდეო და აღმოჩნდა, რომ თუ ადრე კლიმატის ცვლილებას მხოლოდ უარყოფდნენ იმ არგუმენტით, რომ გლობალური დათბობა არ არსებობს, ახლა უკვე სხვა ახალი მეთოდები და ახალი არგუმენტები გამოჩნდა იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ახალი არგუმენტები არის ის, რომ გლობალური დათბობის გავლენა ბუნებისთვის პირიქით დადებითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. ამავდროულად კი აკრიტიკებდნენ კლიმატის აქტივისტებს და ამბობდნენ, რომ კლიმატის აქტივისტები და ასევე მეცნიერები არ არიან არ წარმოადგენენ სანდო წყაროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამავდროულად კვლევის თანახმად გამოჩნდა ისიც, რომ Google-იმ გატეხა პირობა და დაარღვია ის პირობა, რომელიც კლიმატის ცვლილების უარყოფის შემცველი მასალებისგან შემოსავლის მიღებას უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ ამ შინაარსის შემცველი არაერთი სტატია, დაახლოებით ამ სტატიების 63% კვლავ ახლავს Google-ის რეკლამები და იგივე მდგომარეობა არის ასევე YouTube-ის ვიდეოებთან დაკავშირებითაც. აი ამ გრაფიკზე ნათლად ჩანს ის, თუ რა არგუმენტებს გამოიყენებენ ყველაზე ხშირად კლიმატის ცვლილების უარყოფისთვის. ყველაზე ხშირად გამოყენებული არგუმენტი არის ის, რომ კლიმატის აქტივისტები და ასევე მეცნიერები სანდო წყაროს არ წარმოადგენენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად უკვე 2023 წლის მონაცემებით გამოიყენებენ ეგრეთ წოდებულ ძველ არგუმენტს, რომელიც გულისხმობს კლიმატის გლობალური დათბობის სრულად უარყოფას და ამ კვლევაში ასევე გამოიკვეთა ერთ-ერთი YouTube გვერდი, რომელსაც ჰქვია Blaze TV და აქ საკმაოდ ხშირად უარყოფენ კლიმატის ცვლილებას და ავრცელებენ ასევე შეთქმულების თეორიებსაც. მაგალითად, ამ ვიდეოს ავტორი აცხადებდა, რომ კლიმატის ცვლილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ საზოგადოებაზე კონტროლი მოიპოვოს, ამავდროულად შეცვალონ კაპიტალიზმი და ასევე შექმნან ახალი სოციალური წესრიგი. რამდენიმე დღის წინ კი პლატფორმა X-ზე რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლორენ ბობერტმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მან ღიად გააკრიტიკა კლიმატის აქტივისტები და მან განაცხადა, რომ ერთგვარი ირონია არის ის, რომ თოვლსა და -30 გრადუს ყინვაში კლიმატის აქტივისტები გლობალურ დათბობაზე საუბრობენ და ამას მოჰყვა საკმაოდ დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელში. ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომენტარში დაუწერა, რომ ირონია სწორედ ის წარმოადგენს, რომ მას არ ესმის გლობალური დათბობის არსი, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ტემპერატურის მატებას, არამედ ნიშნავს ამინდის რადიკალურ ცვლილებას, ასევე უჩვეულო ყინვას, ატმოსფერული ნალექების ცვლილების არარეგულარულ დინამიკას, დიდთოვლობას და ასე შემდეგ. თუმცა ასევე არაერთმა მომხმარებელმა მას მხარი დაუჭირა და განაცხადეს, რომ კლიმატის აქტივისტები უბრალოდ მოწყენილი და უსაქმური ფარისევლები არიან და ციფრულ სიძულვილთან ბრძოლის ცენტრის მკვლევრები აცხადებენ, რომ ახლა საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ის, რომ კლიმატის აქტივისტებმა გაიაზრონ სოციალურ მედიაში მომხდარი ეს ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი საინფორმაციო ომის წაგების საშიშროების წინაშე დადგებიან.